სინდისის პატიმრის დავით ხომერიკის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. დავით ხომერიკს ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავებიან. ამ მოტივით დააკავეს ის პროევროპული აქციების დროს. თუმცა პირველად მისი დაკავების ბრალდება ადმინისტრაციული დარღვევა, გზის გადაკეტვა იყო. დაკავებისას კი ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომლის გამოყენებასაც პროკურატურის მტკიცებით ის გეგმავდა. Muța Baxutaშვილი ადევნებს თვალყურს ამ პროცესს დეტალებს მისგან. უკვე დასრულდა დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს კიდევ ერთი სხდომა გაიმართა დავით ხომერიკის საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ხომერიკის დამკავებელი პოლიციელი გიორგი ჯიქია, რომელიც უფროსი დეტექტივი არის. სწორედ მან დააკავა თამარაშვილის მიმდებარედ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დავით ხომერიკი ეს მოწმე პოლიციელი მიუთითებდა იმ გარემოებების შესახებ, რომლის დროსაც მოხდა ხომერიკის დაკავება. მოწმე პოლიციელმა სხდომაზე თქვა, რომ როდესაც ხომერიკი დააკავეს, მასთან ჰქონდა ზურგჩანთა, რომლის დათვალიერების შემდგომაც აღმოაჩინეს ბოთლები, რომელსაც ჰქონდა ბენზინის სუნი და ეს ბენზინის სუნი იყო შესამჩნევი, მათ შორის ხომერიკის ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში ეტაპირების დროსაც ხომერიკმა კითხა უშუალოდ იმ დეტალური გარემოებების შესახებ, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ხომერიკი ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა ფიზიკურადაც იძალდეს, მიაყენეს ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფას, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელი დეტექტივი გიორგი ჯიქია აღნიშნულს უარყოფდა და ამბობდა, რომ დავით ხომერიკი ცრუობდა, როდესაც მსგავს ბრალდებებს უყენებდა, არა და როდესაც ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა დავით ხომერიკის, მან მაშინაც მოწმე პოლიციელზე ზუსტად იგივე გარემოებებზე მიუთითა და თქვა, რომ იყო პოლიციელების მხრიდან გადამეტებული ძალისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი. დავით ხომერიკის დაკავებისას მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მათ შორის სექსუალური ხასიათის მუქარები, სექსუალური ძალადობის მუქარები და მათ შორის ემუქრებოდნენ, რომ მის ძმასაც დაიჭერდნენ და გამოკეტავდნენ დიდი ხნის განმავლობაში ციხეში. ასევე ფიზიკური ძალადობის დროს ბრალდებულის თქმით მონაწილეობდა კონკრეტული პოლიციელი, რომელიც დღეს დაიკითხა სასამართლოს სხდომაზე. თავადვე აცხადებს, რომ მანქანაშივეო, ავტომობილშივეო დავით ხომერიკმა გადაწყვიტა გულახდილობა და თავისით გითხრაო, როცა ვკითხეო, რომ რა სუნი არის აქ, მითხრაო, რომ მოლოტოვის კოქტეილი გავაკეთე, ვაპირებდი რაღაცის აფეთქებას, რომ ცხადი არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვერ წარმომედგენია ვერც ერთი კვალიფიციური პოლიციელი და ბატონო გიორგი ჯიქია კვალიფიციური პოლიციელია, რომელიც მოისმენს დაკავებულისგან, რომ მას ბომბი აქვს პრაქტიკულად ჩანთაში და მიუხედავად ამისა ის ამბობს არ ამოიღებს, არ ჩხლeks და აცლის კიდევ რამდენიმე საათს მანამ სანამ არ აღმოჩნდებიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციამ პრაქტიკულად სრულად შეცვალა რეალობა და სხვა ბევრი ტყუილის თქვა, მათ შორის პოლიციელმა ვერ ახსნა მაგალითად რატომ შეადგინა დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმების სხვა პოლიციელმა და ამაზე მან განმარტა, რომ მე მოვუყევიო ზეპირადო, ამგვარი ფორმა წარმოებისა, საქმის წარმოებისა არ არსებობს საერთოდ და კანონს არ ღვევს. ჩვენს მიმართ არ გამოირჩეოდა არც ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდა, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა და ის უშუალოდ ხომერიკის დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში. არა მარტო ჩანთა, არამედ თვითონ ბატონი ხომერიკიც ყარდა ბოდიში ამ სიტყვის ბენზინის სუნად. შესაბამისად, იქ იყო ვარაუდი, რომ მას ჰქონდა აკრძალული ნივთი, რომელიც განსაზღვრულია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად. უხშიც წერია ეს, რომ სავარაუდოდ აკრძალული საგანიო აქედან გამომდინარე წერია ეს. სწორედაც შესაძლო ნივთმტკიცება, შესაძლო საგანი, რომელიც შეიძლება განადგურებული იყო, რომელიმე აქციის მონაწილეზე ან ფეხი ეკრა, ან შეიძლება ნებისმიერ იყო ამის სიტუაცია, რომ 1000 არახომერიკის მიერ ზოგადად ნებისმიერი სხვა აქციის მონაწილეთა მხრიდან, რომ განადგურებინა. ძალიან ბევრჯერ თქვა, რომ ეს იყო მისი, მან ყველაფერზე მოაწერა ხელი ოქზე, მისი მართ ჩვენ არაფერი ასე ვთქვათ, განმეორებით კითხვაც კი არ დამისვამს, ვისია ეს, ჩემია ეს, იძახდა მას. თუ ადმინისტრაციული წესით დამაკავეთ. ხევთან როგორ მოხდა ხევი არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მაშინ იმასაც დავამატებ, თუ რატომ მოხდა ჩემი დაკავება პრაქტიკულ პოზიციაში. მსგავსი რამ ბატონო მოსამართლე მსგავს ამას ადგილი არ ქონია. ან მეწრუი ხარ შენ. ხერხზემდგომი დააკავეთ, ხო ბატონო გიორგი? ვერ გავიგე. ხერხზემდგომი დააკავეთ. დავაკავე მაშინ, როცა რა თქმა უნდა ხერხზემდგომი
დავით ხომერიკი თავდაპირველად 2024 წლის 2 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს, შემდგომ კი მას დათვალიერებისას აღმოუჩინეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობები, ნივთიერებები, რომელიც პროკურატურის მტკიცებით გამოყენებისთვის იყო გამიზნული. დავით ხომერიკს ედავებიან ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის ფლობას, რისთვისაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში.